აქტიურად ეს დაიძრა და ეჭვმეპარებ რომ ძალიან კარგად გამოვა. 26 აპრილს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვრედა ქობალიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თალებ რიფაის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტურიზმის სექტორის მდგომარეობას და განვითარების შესაძლებლობებს. თალებ რიფაიმ ქართულ მინისტრს ერთობლივი პროექტების განხორციელებას შესთავაზა, რომელიც ქართულ სპეციალისტებს კვალიფიკაციას ამაღლებაში დაეხმარება. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ 2011-2012 წლებში საქართველოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმები და სემინარები ჩატარდება. და გადავწყვიტეთ, რომ მომავალი შეხვედრები ამ ორგანიზაციის ჩატარდება საქართველოში. ამ ზაფხულს უკვე იქნება პირველი კონფერენცია ჩატარებული ბათუმში, სავარაუდოდ ივლისის თვეში და 2012 წელს გეგმავთ დიდ მთელ მსოფლიოს მასშტაბის კონფერენციას ჩატარებას ისევე საქართველოში. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი ახალგაზრდების სტუდენტების ტრენინგების ჩატარება და მათი ტრენინგების გაგრძელება როგორც ესპანეთში ზაფხულის პერიოდში, ასევე აქ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციაში. ჩვენ საქართველოს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანად განვიხილავთ და მასთან კარგი კავშირები გვაქვს. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. საუბარი შეეხო ქართველი სპეციალისტების მომზადების საკითხს. ასევე გადაწყდა მომავალ წელს საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციები და სემინარები გაიმართოს. საქართველოს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც ბოლომდე უნდა იქნას ათვისებული.